ვიკრიბეთ აქ იმისთვის, რომ გავიგოთ და მოვთხოვოთ პასუხი ამ სისტემას, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, სამოქალაქო აქტივისტებს წამლავს ქიმიური იარაღით. ეს პოლიციელებო თქვენს გეხებათ, იმიტომ რომ თქვენც ხართ აი იმ ეპიცენტრში, სადაც აი ეს დანაშაული ხდება და ყველამ ერთად უნდა ამოვიღოთ ამაზე ხმა. ავალდებულებს, რომ იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაზე. ჩვენი სახელმწიფო არათუ ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაზე, არამედ პირიქით ასიანებს ჩვენს ჯანმრთელობას, ხელყოფს ჩვენი სიცოცხლის უფლებას, ადამიანის უმთავრეს უფლებას, სიცოცხლის უფლებას, ჩვენ გვართმევს ჯანმრთელობას, იმ ჯანმრთელობას, რომელზეც უნდა ზრუნავდეს საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლში წერია, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაზე. დღეს ჩვენი ეგრეთ წოდებული, პრემიერად წოდებული კობახიძე გამობრძანდა და თქვა, რომ თურმე ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა